გამარჯობა. ბიბლოში თოქსი ბრუნდება YouTube ეთერში. მე გიორგი კეკელიძე ვარ. დღეს საინტერესო კაცთან ვლაპარაკობთ. თელაվել კაცთან, რომლის ნამდვილი სახელი და გვარი არის ვახტანგ მოსიაშვილი, მაგრამ მეც კი ტორესა მოსით მახსენდება პირველ რიგში და მივესალმები მას. გამარჯობა და მადლობა მოსვლისთვის. ჩვენი ლაპარაკის თემები, როგორც ეს პოდკასტს ახასიათებს, სხვადასხვაგვარი იქნება, მაგრამ მინდა რომ რაღაცნაირად აქცენტი გავაკეთო დაბრუნების ფენომენს, მით უმეტეს რომ ახლა აქტუალური ოდისევსი და ოდისეა ირიბი მიზეზების გამო და ბევრი ამბობს რომ ადამიანი მათ შორის არის წასვლის და დაბრუნების არსებას. ეს მითოლოგემა განსაზღვრელია. ვიღაცამ შეიძლება ამ ამბავს შეედავოს, ვიღაც პირიქით კიდევ უფრო რადიკალური გახადოს ეს სქემა. ვნახოთ რას ფიქრობს ჩვენი სტუმარი, რომელიც თელავს დაუბრუნდა. რაღაც ხნის განმავლობაში თბილისში ცხოვრობდა და კარგია რომ ცხოვრობდა, იმიტომ რომ ჩვენ ერთმანეთი ეგრე გავიცანით და კიდევ ბევრმა ადამიანმა გაგიცნო, ბევრმა მკითხველმა, მათ შორის თუმცა შენი მოღვაწეობის თუ ეს სიტყვა არ შეგაშინებს, სფერო არის მრავალგვარი, ხო? მუსიკასაც გულისხმობს ხელით წერის კულტურის პოპულარიზაციასაც, რაც თავის მხრივ მერე არის ბლოკნოტებთან დაკავშირებული. ამ ყველაფერზე ვილაპარაკებთ, მაგრამ დავიწყოთ თელავზე, რომელმაც შენ უკან დაგაბრუნა. თელავზე მოგვიყევი. თელავი, მადლობა პირველ რიგში მოწვევისთვის და ხო, შესაძლებლობისთვის, იმიტომ რომ შენთან საუბარი ყოველთვის სასიამოვნოა კამერებთანაც და კამერების გარეშეც. ამიტომ რაღაცნაირად მშობლიურ გარემოშიც ვგრძნობ თავს. თელავს რაც შეეხება, თელავი ნუ ჩემი იდენტობის ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ღრმა ნაწილია, იმიტომ რომ ძირფესვიანად თუ არ დაკავშირებული ამ ქალაქთან. მშობლებით, ოჯახით, წინაპრებით, ბევრი თაობის ამბავია ეგ და შესაბამისად პრინციპში ეს ჩემი წასვლა თელავიდან ყოველთვის რაღაცნაირი პირობითი იყო, იმიტომ რომ ჩემი წიგნებშიც მე ყოველთვის თელავზე ვწერდი. ანუ ჩემ წარმოსახვაში მოქმედებები ყოველთვის თელავში ხდება. შეიძლება მე ხუმრობდნენ ხოლმე მეგობრები, იმიტომ რომ რაღაც ეტაპზე ეს მე არ შემიმჩნევია, მაგრამ აი ხუმრობებმა შემამჩნევინა, რომ სადაც არ უნდა ჩავსულიყავით სხვა ქვეყანაში, რამდენად დიდ ქალაქშიც არ უნდა ყოფილიყავით, მე იქ პოულობდი თელავს, რომ აი ეს გავს თელავს, ის გავს თელავს და ამას მე ხუმრობდნენ და მე სხვათა შორის აღმოვაჩინეს, რომ არის ეგრე, როცა ესე აღიქვავ რა ქალაქს, რომელიც არის შენთვის მთელი სამყარო რაღაცნაირად. დაბრუნება არის უცნაური შეგრძნება ეხლა, იმიტომ რომ 20 წელი, ну რა თქმა უნდა, ჩავდიოდი, მაგრამ ცხოვრება მაინც სხვა ფენომენია, ხო? ერთი რაღაც დროით რო ჩადიხარ და მე სხვაგან ბრუნდები, მეორეა, როცა უკვე იქ აგრძელებ რაღაცნაირად ცხოვრებას და გვხვდებიან ადამიანები, რომლებიც გახსოვს 20 წლით უფრო ახალგაზრდებიან, 15 წლით უფრო ახალგაზრდებიან და თითქოს რაღაცა თავიდან იწყებ ამ სამყაროს კიდე რაღაც სხვა ფენის დანახვას, აღმოჩენას, შემჩნევას რაღაცების, რაც მანამდე შეიძლება არ შეგიმჩნევი. კარგი პროცესია, სასიამოვნო პროცესია. შეცვლილი დაგხვდა? არა, მაინც და მაინც ტექნიკური აზრით, ხო ხდება, ქუჩაში რაღაც შეიცვლებოდა ბუნებრივია და ახალი მაღაზია გაჩნდებოდა და ახალი შენობა, მაგრამ ის თელავი, რომელიც შენ პირველად გაიცანე, როცა ბავშვი იყავი, შენარჩუნებულია ნაწილობრივ თუ დიდი ცვლილება? მე მგონია რომ თელავს ეგ აქვს, რომ ძნელად იცვლება. და ეს ახალგაზრდობაში ზოგჯერ გაბრაზებს, ანუ გინდა ახალგაზრდა რო ხარ ხო, სულ გინდა რომ რაღაცა დუღხარ შიგნიდან და გინდა რომ გარემოც დუღდეს და ეხა ამას სხვანაირად აფასებ უბრალოდ, რომ არა, პირიქით, აი ის რაც თელავში ყველაზე მეტად მიყვარდა და ის უცვლელი დამხვდა. აი თუნდაც თელაველობის, აი ეს როგორც იდენტობის აღქმა ადამიანებში, რომ ეს ძალიან ძლიერია და შესაბამისად თელავი არ არის ისე აგრესიით დამუხტული, როგორც შეიძლება იყოს სხვა ადგილები, რომელშიც რა არის ამ იდენტობის ძირითადი ნიშანი? მესმის ხა ესე წყობრად ამაზე ლაპარაკი შეუძლებელია, შეიძლება წერო და წერ ამაზე შესანიშნავად, უბრალოდ მაინც რამდენადაც ეს შესაძლებელი არის ამ ტიპის ლაპარაკში.
მეხსიერება იმის რომ არის ერეკლეს ქალაქი, მეხსიერება იმის რომ ქალაქში არის ყველაზე ძველი სკოლა, რომელიც მეფემ გახსნა თავის გალავანში და ეს არ არის უბრალო ამბავი, ხო? ანუ როცა ხარ მეფე, ქალაქში კი არა, ქვეყანაში ყველაზე ძველი სკოლა. ხო, ქვეყანაში. მაგრამ იქ არის. და ანუ ეს რაღაცა ერეკლეს გადაწყვეტილებით მოხდა და მოხდა ამ მისი საცხოვრებელი გალავნის შიგნით. ანუ ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, იმიტომ რომ შენ შეიძლება გახსნა სკოლა ვთქვათ გარეთ, ხო, სადღაც. მაგრამ არა, ეს ხაზს უსვამდა, რამდენად მნიშვნელოვანი იყო განათლება. მე არის ის, რომ ამ კედელთან რომ მიდიხარ, ცოტა ხრცხვენია, იმიტომ რომ, წარმოიდგინე, ერთი სკოლა აქვს დამთავრებული, შენ ვაჟა-ფშაველას, იოანე ბატონიშვილს და, რაღაც ეტაპზე ხვდები, რომ პასუხისმგებლობაა ეს, არ არის ის, რომ მაგარი ხარ, რა მაგარი სკოლა დაამთავრე, არ არის. ანუ რაღაცა პასუხისმგებლობასაც ზნობ ბუნებრივად, რა. ეს არის და, თეატრი. რომელიც არის ქალაქის გული რა და ამ თეატრის მითოლოგია არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი თელავის იდენტობის, რომელშიც მე გავიზარდე, რომ აი თელავის აღავს განსაკუთრებული მაყურებელი. ანუ ეს არის რაღაც ქალაქი, რომელსაც ჯერა რომ თავის თავში ის არის კულტურისა და განათლების ქალაქი. და არის კიდეც. და არის კიდეც, რა თქმა უნდა და ეს ძალიან ძლიერი საყრდენია, რომელიც მე ბევრ რაღაცაში გამოვლინდება, ურთიერთობაში გამოვლინდება, აი მაგალითად ძალიან ხშირად რაც აი პირველივე შეხებისას რაც ჩანს, როგორ გითმობენ მანქანები ზებრა გადასასვლელზე გზას, ორივე ზოლი ჩერდება და შენ მშვიდად გადადიხარ და რო ვერ იგებ მაგალითად სიგნალს. არავის არ უსიგნალებს, ან ძალიან რა თქმა უნდა ვიღაც შეიძლება ვიღაცამ ის ქნას, მაგრამ ძალიან ამოვარდნილია იმ დინამიკიდან. ურთიერთობების ეგ გურჯაანელი იქნება. ურთიერთობებში ჩანს, ყოფით კულტურაში ჩანს და ყველაფერში თითქმის. ხო, ანუ რაც ჩამოთვალე დიდწილად ეს არის კულტურული ნიშნები, ხო? ანუ იდენტობის მთავარი მახასიათებელი შენთვის არის კულტურული პირველ რიგში. და ყოფითი არის ურთიერთობა ისევ ადამიანებს შორის. ხო, არის აქ რამე განსხვავებული, რაც კეთილგანწყობა. ანუ უპირობო კეთილგანწყობა ვერ იქნები ამ ქალაქში, ვერ იქნები არაკეთილგანწყობილი სხვა ადამიანების მიმართ. უნდა იპოვო წერტილი, რომელშიც გაუგებ და ეს რაღაცა ჩემი ცხოვრების ნაწილად იქცა, ან ჩემი ხასიათის ნაწილად იქცა, რომ გავუგო ადამიანებს. ეს წერაშიც მეხმარება, რა თქმა უნდა. გავუგო, იმიტომ რომ სხვანაირად ვერ იცხოვრებ პატარა საზოგადოებაში. ძალიან პატარა სივრცეა და ამ პატარა სივრცეში რო იცხოვრო, გინდა არ გინდა ადამიანებს უნდა გავუგო, რომლებიც თუნდაც შენგან ძალიან განსხვავებულები არიან, ან განსხვავებული ცხოვრების წესით ცხოვრობენ და ეს დინამიკა ურთიერთობების და მათ შორის ახლა თელავს აქ ის, რომ აი სიტყვაზე მამაჩები უფრო მნიშვნელოვანი კაცია თელავში, ან მამაჩები უფრო ცნობილი და გავლენიანი ფიგურა, სიმბოლოა თელავისთვის, ვიდრე მაგალითად მე. მიუხედავად იმისა, რომ მე შეიძლება ქვეყნის მასშტაბით ბევრად უფრო ცნობილი ტიპი ვიყო. ან წერალი ვარ და უფრო მეტი ადამიანი მიჩნობს, მაგრამ თვითონ თელავის იდენტობისთვის მამაჩემი უფრო მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ფოლკლორის ნაწილია. ის რაღაცები, როგორც რაღაცას როგორ მდგებოდა, როგორ ამბობდა, კი, ერთხელ იქაც. კი და არიან ეგეთი ადამიანები, აი ეს არა მარტო მამაჩემი, თქვათ ვატია, იქ პადურა ბალარჯიშვილი, ბევრი. და დღესაც ხვდებიან ასეთი ადამიანები. შემოჩნენ. მე მახსოვს ერთი მესურათე, რომელიც იქ იყო წარმოდგენილი, ძალიან საინტერესო კაცი, კიდე ერთი რაღაცების გამყიდველი მახსოვს, რომელსაც ძალიან საინტერესო ბიოგრაფია ჰქონდა, ხელში არაერთხელ ყოფილა, რა მათ შორის ფოტოებს ვაციფრებდით და ისეთი ძალიან განსაკუთრებული მოგონებები აქვს, რომ თითქოს აი ხელახლა ბადებს იმას, რაც ზოგადი აზრით ურბანული საზოგადოებისთვის, ყდომისთვის უნდა იყოს განწირული თანამედროვეობაში. რასაც ამ სიტყვას ცოტა ვერიდები, იმიტომ რომ ხშირად რაღაცა ზედაპირულ ამბებს გულისხმობ, მაგრამ რასაც აი კოლორიტს ვეძახით, ხო? იქ სულ არის ეს ყველა დროში. კი, არის და ეს ძალიან ძვირფასია. ანუ ამას ვეძახი რაღაც ღიმილიან მიმღეობას რა. ანუ ადამიანები გიყურებენ, შენ შეიძლება იყოს ძალიან განსხვავებული, რაღაც განსხვავებულად აკეთებდე, მაგრამ ამას იღებენ. და იღებენ და რაღაცნაირად ვერ იქნები ზედმეტად სერიოზული საკუთარი თავის მიმართ რა. აუცილებელი არის რომ შენ თავში ესე დაიწყოს. საკე ფენომენია მაქავრი იუმორი. ხო, და ეს ცოტა ხისტია.
პირდაპირია, მაგრამ უნიკალური. კი, სხვა ხასიათი აქვს უბრალოდ, ეგეთი ხასიათი აქვს რა. მე მაგალითად სულ ხუმრობ ხოლმე, რომ აი ქუთაისში რო ჩავდივარ ან გურიაში მით უმეტეს, ჩემ twin სჭირდება ცოტა დაყოვნება, რომ მივხვდე რას მეხუმრებიან, იმიტომ რომ იქ აბსოლუტურად სხვა ცოტა ალეგორია და რებუსი. ხო, და მე მჭირდება ხოლმე რაღაც მომენტი, რომ ერთი წამი გადავიაზრო და ხვდები ხოლმე, რომ სხვებთან შედარებით 1-2 წამით გვიან ვიცი. სამი ხვდები, რომ ეს ხუმრობა იყო და მანამდე შეიძლება იმან გაგასწროს. ხო, და თელავში არის ეს უფრო ესეთი დინჯი და ტემპიც ესეთი. შვენია. მოდი გადავახვიოთ უკან. გადავახვიოთ. იმ თელავში, სადაც შენ იზრდებოდი, ხო? და შენზე მოგვიყევი. ანუ როგორ ეზიარე იმ კულტურას, რომელსაც შენ მერე უკვე თვითონ წარმოადგენდი, ხო? პირველად ალბათ ეს მუსიკა იყო. როკი, ხო? ალბათ უფრო თავისი ვთქვათ, შერეული მიმდინარეობებით და მერე უკვე მწერლობა. ანუ როგორ აღმოჩნდი ხელოვნების ნაწილი? არ შემიძლია ვთქვა რაღაც ერთი კონკრეტული წუთი ან რაღაცა რა დინამიკა ბუნებრივი ის იყო რა ქვია ემოციონალური მაგრამ ჩემი ხატავდა ყავდა ეს ხატვარი მეგობრები დედაჩემი იყო მუსიკის მასწავლებელი ბავშვობიდან ვიზრდებოდი ეს იყო ჩემი ბუნებრივი გარემო ვთქვათ მაგალითად არ ვიცი ხა სხვა ოჯახებში სხვა რაღაცებზე მიდიოდა კამათი მაგრამ მე მახსოვს მაგალითად იგივე ვატიას და ბადურა ბალარჯიშვილის კამათი Rolling Stones რომელიც Rolling Stone ჯობეთ ბილსი ეს კამათი იყო სერიოზული აი ჩხუბამდე მისული კამათები იყო ეს ხელოვნება იყო ძალიან სერიოზული რა ამავდროულად ძალიან არასერიოზული ან ხუმრობის საგანიც რა თქმა უნდა მაგრამ ბოზბაში ჩიხირთმას მასშტაბი ოღონდ გადასული ხელოვნებაში ხო ოღონდ ესეც და ეს იმედად ბუნებრივი გარემო იყო რომ რა ვიცი ბუნებრივად მომყვებოდა ასე ვთქვათ მე მუსიკასთან ურთიერთობა ხა ბევრმა არ იცის იმიტომ ესე ვინი მარჯვებდა Rolling Stones-ი თუ Beatles იცი რა არის გააჩინა ჩემში Beatles-მა გაიმარჯვა მაგრამ ვატიასთვის Rolling Stone-ი დარჩა ყოველთვის ვატია იყო კი Mick Jagger-ის ადეპტი და ეს წამცნობილი ფაქტი იყო რომ ეს იყო Mick Jagger და ჩვენ მაღაზიაში ხშირად გამართობდით ხოლმე მიუხედავად ისა რომ ჩვენ შორის ასაკობრივი ზღვა მაგრამ შენში გაიმარჯვა ამან ჩემში გაიმარჯვა და მე გადაწყვიტე რომ ჯგუფი იცი რა იყო პირველად გაიმარჯვა ჩემში ვიოლინო მე იყო ყველაზე საინტერესო ამბავი იმიტომ რომ 6 წლის ვიოლინო რომელიც 90-იანებში სარისკო ინსტრუმენტი იყო ბიჭისთვის ქუჩაში მუსიციარული კი მაგრამ აი ეგ აქ თელავს რომ მე ეგ არ მქონია აი ეგ ბრძოლები რასაც აღწერე არ მქონია იმიტომ რომ მაგრამ ეგ იყო ოჯახის დამსახურებაც და მამაჩემის დამსახურებაც იმიტომ რომ ვიოლინოზე იყო რომ მომეწონა და თქვი რომ ამაზე მინდა ვიარო 1-5 წელი ვიარე და მე აი უკვე უფრო ინტენსიურად რო შემოვიდა ჩემ ცხოვრებაში Beatles-ი მე გადავწყვიტე რომ ბენდი მინდოდა და აი ეს ბენდი რომ მინდოდა ამ დავდიოდი უკვე გიტარით და დავიწყე გიტარის სწავლა და აი მაშინ იყო რომ ეს მამაჩემთან მიდიოდნენ ხოლმე და უმნებოდნენ რომ შენი შვილი გიტარით დადის და მამაჩემის რეაქცია იყო რომ ნუ გიტარით დადის ნუ კალაშნიკოვი ხო არ დადის და გიტარა ამინისტირებული იყო ანტონიო ბანდერასმა მოახერხა ეგ მაგრამ მაინც უცნაურად აღიქმებოდა მაგრამ რა არის თელავში ხა იყო დიდი ტრადიცია ამის იმიტომ რომ იყო თქვათ ბენდები ღამურები იყო მეხის ქანდაკება და ეს იყო ძალიან პოპულარული და ანუ ეს მე არ ვიყავი რაღაც სად უკრავდით ა სცენა რა იყო თქვენ ჩვენი სცენა იყო სხვადასხვა ანუ ჩვენ უკრავდით ვაწყობდით ხოლმე საღამოებს მაგრამ დღემდე იხსენებენ 2005-ში გავაკეთეთ Beatles party ეხა იქ არის თავსატეხი ეგეთი ადგილი არის რომელიც ეკუთვნოდა ლექსო ძულიაშვილს და მაშინაც ლექსომ დაგვითმო ჩვენ პირველი სარეპეტიციო გქონდა იქ და აი ძალიან ისეთი მომენტია 20 წლის მერე ჩავედი ქალაქში და ეხლა თავსატეხი არის სამაგიდო თამაშების კლუბი რომელიც დარჩა შენობის გარეშე და ლექსომ დაუთმო 20 წლის მერე და თავისი ძალებით ქალაქმა ბევრი დაბრუნება მოხდა ხო და აი გუშინ მაგალითად იმ დარბაზში ვესწრებოდი ზუსტად ნინო ხარატიშვილთან შეხვედრას მაგალითად თელავში ხო და ეს იყო რაღაცა ესეთი პატარა წვეულებები რომელსაც ვაწყობდით და ეგ მახსოვს ძალიან მაგრად რომ იმ კონცერტზე შეიძლება ესე დავარქვათ რა ყველაზე პატარა დამსწრე იყო 6 წლის და ყველაზე უფროსი 80 წლის ოღონდ ყველა ერთობოდა ბოლომდე და ეს იყო ძალიან სხვადასხვა თაობის ადამიანები და მუსიკოსები სხვადასხვა თაობის და ეს მუსიკასთან ურთიერთობა იყო ძალიან ეკლექტური იმიტომ რომ ეკლესიაში ვგალობდი
თან ქართულ ფოლკლორიც ძალიან მიყვარდა და დავდიოდი ლოტბარების სკოლაში და ვსწავლობდი ამ ყველა ხმას, თან კლასიკური მუსიკა მაინტერესებდა, ვიოლინოზე დავდიოდი და ეს კლასიკური მიმართულებაც ძალიან საინტერესოა, თან ძალიან მიყვარდა ეს როკ მუსიკა. მოკლედ, მთელი ჩემი თინეიჯერობა იყო მოცული მუსიკით. და როგორ მიუკაკუნე მწერლობის კარს? მწერლობის ეს პარალელურად ხდება, ის კი არ დამთავრებულა. არა, ის არა, ხო, მუსიკა ეხაც გრძელდება, სულ იქნება მე არ შემიძლია მუსიკის გარეშე ცხოვრება. ისევ როგორც ლიტერატურის გარეშე. აი ლიტერატურაში მოხდა ძალიან შემთხვევითი ამბავი, უცნაური ამბავი მოხდა, მარტივად რა ვთქვათ. და ეს ამბავი დაკავშირებული არის მოწყენილობასთან, იმიტომ რომ რაღაცა პერიოდი მე ვიყავი განათლებით იურისტი და ვმუშაობდი იურისტად და აი რაღაც პერიოდი მქონდა წყვეტა, ბენდი აღარ მყავდა. ეს უკვე თბილისში ხარ? ამ დროს უკვე ვარ ესე რა, რომ აი ბენდი მყავდა თბილისში, ჩამოვდიოდი ერთად რაღაც იურისტად სად მუშაობდი? თელავში, ღვინის ქარხანაში მუშაობდი GVS-ში იურისტად და აი პარასკევი შაბათი კვირა ჩამოვდიოდი, მაგრამ ამ რეჟიმში მოკლედ დიდხანს ვერ გამოვიდა ეგ ამბავი, მე ეს ბენდი დაიშალა და რაღაცა პერიოდი დავრჩი მუსიკის გარეშე, ასე ვთქვათ, რა ვეღარ ვაკეთებდი მუსიკას. და აი ამ პერიოდში დავიწყე წერა. ოღონდ ეს წერა არ დამიწყია მაგ იდეით, რომ მინდა თუ არა მე რაღაც წიგნი უნდა დამეწერა რა. უბრალოდ რაღაცით გამოხატვა მინდოდა ჩემი თავის და ლიტერატურაც სულ ძალიან მიყვარდა. მაგრამ ეს ჯერ კიდე ის პერიოდია, როცა ჩვენთან საგამომცემლო საქმე არ არის ასე ფართოდ განვითარებული. და მახსოვს ეგ პერიოდი, რომ არსებობს მქონდა ეს წყვეტა, რომ ვასწრებდი ყველაფრის წაკითხვას რა. ყველაფრის რაც საინტერესო იყო ჩემთვის, რა თქმა უნდა, ეხლა ყველაფერს წაიკითხავ, მაგრამ რაც გავდია, რაც მეტნაკლებად საინტერესო იყო, მე ამის წაკითხვას ვასწრებ და რაღაც პერიოდები იყო ხოლმე, რომ წიგნი არ მაქვს, ახალი, რომ წავიკითხო. და თითქოს რაღაცა ამის შევსება უცადე თუ არც ვიცი რა იყო, მოკლედ აი რაღაც მოწყენილობაში დავიწყე წერა რა. მოვიწყინე და დავიწყე წერა. და რაზე წერდი? რა იყო იმპულსი? პირველი იმპულსი იყო, რა თქმა უნდა, სიყვარული, მე ვიყავ ყურებამდე შეყვარებული და ეს შეყვარებული ცხოვრობდა თბილისში, მე ვცხოვრობდი თელავში, მაშინ არ იყო ამდენი კომუნიკაციის შესაძლებლობა, მესიჯი, ხო, მაშინ ის ულიმიტოებიც არ არსებობდა, მოკლედ მთელი ამბები და მე კიდე ძალიან ექსპრესიული ადამიანი ვარ და მე მჭირდებოდა, რომ გამეზიარებინა რაღაც რას ვგრძნობდი იმ მომენტში და პირველი ესე იგი ეს წერის ამბავი დაიწყო იმით, რომ დავიწყე ჯიბით პატარა საჯიბე ბლოკნოტების ტარება, რომელსაც დღემდე ვატარებ და იქიდან მომყვება და დავიწყე ამაში წერდი ხოლმე ერთგვარ წერილებს მას რა. თუმცა ერთად არ ვიყავით და მე ვჩუქნიდე 16 ბლოკნოტი მაგ გავსებული ეგ. ვერთოჩა. იმედია შენახული არ. ხო და ეგ იყო რა და მაგან მე მაქედან გადავედი. ეპისტოლარული ჟანრი იყო დიცი. ხო, ეს ეპისტოლარული იყო, მე აქ ვარ, ამას გზნობ, იმას გზნობ რაღაც. რაღაც შეყვარებული ადამიანს შეიძლება წერს, ახალგაზრდა. დაინტერესოა. ხო, და მე იყო უკვე აი მაქედან გადავედი იმაზე, რომ დავიწყე გამოგონება. და ეს გამოგონება ძალიან აღმოვაჩინე, რომ ძალიან მომწონს. შეთხზვა რაღაც. და არც ვიცი რა, თავისთავად. ეს პირველი წიგნი, რომელიც წარმატებული აღმოჩნდა. პირველი წიგნი წარმატებული აღმოჩნდა. პირველ წიგნამდე იყო პირველად ეგეთი რაღაცა მოხდა, რომ მოკლედ მე მეგობრობდი ეკოსთან, დეისაძესთან, აი ისე მუსიკალური ამბებიდან გამომდინარე, ეკო მაშინ დაწერა პირველი მოთხრობები, აი ჯერ არ იყო ის ცნობილი სკანდალური წიგნი გამოცემული და პირველი მოთხრობა გამოაქვეყნა, ცხოვრებული მახო ხარბედია იყო რედაქტორი, ხელს მოკლაც ჰქონდა დამატება ლიტერატურული და გამოაქვეყნა ეკოს ეს მოთხრობა. და ეკო მითხრა ეს რაც და ამ მოთხრობის წერაზე რომ გადავედი მოკლედ მეგობრებს ვაკითხებდი. მაგას პირველი კითხველები იყვნენ მეგობრები და ეკო მირჩია მომცა მახოს მეილი. მე რა თქმა უნდა მახოსაც არ მე არავის არ ვიცნობდი მაშინ და რომ მახო მე ესე გაუგზავნეო და მახო დაბეჭდაო და შენც გაუგზავნე. მეც გაუგზავნე მახოს ეს მოთხრობები. და გავიდა რაღაცა პერიოდი რა, ანუ ალბათ ერთი თვე და ახლა არ მომწერა და მე არ ვიყავი ესე განწყობილი სერიოზულად ასე ვთქვათ რა, ამ ჩემივე მოთხრობების მიმართ. გავუგზავნე, მოეწონება დაბეჭდავს, არ მოეწონა. და რო არაფერი არ მომწერა, ჩავთვალე რომ ნუ ესე იგი არ მოეწონა.
ხო და მე რაღაცნაირად არ მაქვს დღესაც არ მაქვს ეგ ის ბრაზის მომენტი ან იმედგაცრუების მომენტი რა რაღაცას რო წერდა ვიღაც არ მოწონს ან სიტუაცია გამომცემელი თუ მეუბნება რომ ეს ტექსტი მე არ მომწონს და არ გამოვცემ ან არ მწყინს რა მარტივად რო თქვა და არც შესაბამისად ეგრევე ჩვეულებრივ მივიღე და ამომივარდა კიდეც გონებიდან აღარც მახსოვდა საერთოდ და მივდივარ და უცბად უყურებ გაზეთების ჯიხურები იდგა მაშინ და ხედავ რომ ცხელი შოკოლადია და ყდაზე ჩემი სახელი აწერია და გადავირიე მეთქი რა ხდება და გამოვართვი და ნახე რომ მახოს ჩემ გაგზავნილი 8 მოთხრობიდან 4 და ეგეთ სიურპრიზები ხო 4 დაუბეჭდავს და მოკლედ ეს იყო რაღაცნაირად პირველი აზრი ჩემ თავში რომ სტიმული ხო რომ მოიცა ანუ ესე იგი მე რაღაცა გამომივიდა ისეთი რომ ვიღაცამ ჩათვალა რომ ამის დაბეჭდვა ღირს და პლუს ვიღაცამ ჩათვალა ამის წაკითხვა ღირს ნუ გასაგებია რომ არც ფლად ფართო წრეში მაგრამ აი იმ წრეში ვინც ლიტერატურას კითხულობს ის ჟურნალი ითვლებოდა ერთ-ერთ საზომად კი და მე სხვა შორის ეგ ეგრევე ვიგრძენ იმიტომ რომ ანუ მე ხვდებოდნენ ადამიანები ვისაც ეს მოთხრობები წაკითხული ქონდა და ამან გააჩინა ჩემ თავში პირველად ის რომ მოიცა ერთი წამი უფრო მეტი დრო ხო არ დავუთმო ამას რა მე დავიწყე ექსპერიმენტები და მე მქონდა ეს ცდილობა რომ დამეწერა პირველი რომანი იმიტომ რომ ხა ერთ უცნაურობას ვიტყვი ბავშვობიდან მე მიყვარდა სულ სქელტანიერ ციგნების კითხვა და რომანები ძალიან კითხულობდი ისე ბავშვობაში ინტერმეცო გავაკეთე ყველაფერს კითხულობდი რაც ხელში მომხდებოდა პირდაპირ ამ სიტყვის მნიშვნელობა და რა მხდებოდა ხა მაშინ sapჭოთა ბიბლიოთეკები რა შეიძლება და ყოფილიყო ხო სხვა ტიპის ლიტერატურა მაინ რიდი ულვერნი ეგ მთელი ტომეულები რომელიც მალე გადავყლაპდა ეს ხო იყო მე ეგეთი ბიბლიოთეკა ნადირობა მოგზაურობა თავგადასავალი ეგეთი სერია იყო ბევრი ტომი იყო ამ ტომებში იყო მათ შორის აი სამი მუშკეტერი განძის კუნძული რომელიც დღემდე 37 ჯერ მაგ ალბათ წაკითხული და ჩემი ერთ-ერთი საყვარელი წიგნია სტივენსონის განძის კუნძული და შავი ისარი იყო ერთად ეხაც მაქვს ეს წიგნი ლურჯყდიანი წიგნი ბევრი რაღაც. აი, მოკლედ კითხვა იყო ჩემთვის. რასაც ვკითხულობთ ყველანი ჩვენი მშობლების ინერცია. ხო, ეხლა უცნაურობებიც იყო, ეხლა მე უმეცნინება ხოლმე, იმიტომ რომ ეს რაღაცები სწრაფად ეგრეთ წოდებული საბავშვო ლიტერატურა სწრაფად გადავყლაპე და მე მაჩეჩებდნენ ხოლმე ეთყობა რომ აი თავიდან მოვეშორებინე ხან ტოლსტოის და ომი და მშვიდობა მაქვს წაკითხული რაღაც მე-10 კლასში თუ რა. დაუჯერებელ ასაკი კოლმეურნეობის ხდომის აქტები მაქვს. ხო, აი რო არ საკითხავი რო არა გაქვს რა. ხო, და მოკლედ ეგრე იყო რა. ეგრე ვკითხულობდი, მართლა ყველაფერს ვკითხულობდი რაც. და ამ სკელტანიან რომანებმა გავლენა მოახდინა ამას ლაპარაკობდი რომ შენ თვითონაც გაწოდე რომ ჩემიც სკელტანები იქნება. ხო, თან ხა მოთხრობა ეხაც ძალიან მიჭირს, ამ მოთხრობა არის ძალიან რთული სხვა ტექნიკა, ხო და მე სულ მინდოდა რომ რომანი დამეწერა მარტივად რომ ავხსნა ხა ეს ამბავი. ხო და მოკლედ დავიწყე ამ რომანის წერა და რა თქმა უნდა არ გამომივიდა რა და ხა არ გამომივიდა რას ქვია არ გამომივიდა. ხო, ნუ არ გამოვიდა კარგი ტექსტი. შენ თვითონ გადაწყვიტე. არა, მე ხო და აი მე არა. მე არ ყოველთვის შეყვარებულს გაუგზავნე. არა. აი სხვანაირად მოვიქეცე. გაუგზავნე სწორ გამომცემს და სწორი გამომცემელი ჩემთვის აღმოჩნდა ბაკურსულაკაური. ორი მიზეზის გამო. ერთი რომ გაუგზავნე და ამ კაცმა წაიკითხა მართლა მეორე რომ უკუკავშირი არ დაეზარა და პასუხი მომწერა ნუ რა თქმა უნდა ხა მეორე დღეს არა რაღაც დრო დაჭირდა ამას ხო მაგრამ მომწერა სამი მიზეზი რატო არ მოეწონა ტექსტი თვითონ ბაგორმა ხო დღემდე მაქვს ეგ მეილი შენახული ნუ სამი მიზეზი რატო არ მოეწონა ეს ტექსტი და მე რო წავიკითხე მივხვდი რომ მართალია ეს კაცი იმიტომ მე ხომ მკითხველი ვარ ჯერ და მე ყველა წერალი ხო გონია რომ ჯერ მკითხველია და მე კარგი მცოდნე ლიტერატურის ხო და ბაკური რა თქმა უნდა ძალიან კარგი ალღო აქვს და ძალიან კარგი მცოდნე ხო და ის სამი შენიშნა რაც ნუ წავიკითხე უკვე ეს სხვისი და მივხვდი რომ ხო ეს კაცი მართალია და ეს არ ღირს რა და რა თქმა უნდა ის ტექსტი არასოდეს არ გამომიქვეყნებია და ეგრევე დავჯექი დავიწყე ახალი წერა და აი ეს ახალი წიგნი იყო უკვე სიბზნესიც რო ისა რომ საინტერესოა ანუ მიუხედავად იმისა რომ ნუ არ არის რა სწორია ეს პასუხი ლოგიკურია სიმართლეს გულისხმობს ასე ამ პასუხი მაინც არ არის ფრუსტრაცია არ გამოიწვია შენში
რომ ვიღაც შეიძლება ითქვას რომ მოდი აი საერთოდ აღარ დავწერ რა ეს რაღაცა კი არ წენო და უბრალოდ მით უმეტეს თუ დაეთანხმა ამას ხო რაღაცა სუმცირე კარგახანი აღარ მოეკიდა ხელი კანი შენ ეგრევე დაიწყე წერა ეგრევე დავიწყე ხო ანუ ეგრევე მივხვდი რომ ამაში ანუ ეს შეცდომები თუ დაუშვი მოდი ახლა ვწდი რომ ამ შეცდომების გარეშე დავწერო და ეს ამნიშნავანი იყო მე ალბათ ზოგადად ეგ ხასიათის ნაწილია რა იმიტომ რომ ჯერ ეხაც ესე ვარ ეხაც არასოდეს არ ვარ დარწმუნებული იმაში რომ რასაც ვწერ ნუ ეს ამას წყალი არ გაუვა და გინდა თუ არა ძალიან კარგი ხა ბოლომდე შეაც არ უნდა ხო ლიტერატურა ჩემთვის სულ არის მუსიკაც ეგ არის რა სულ მარცხდები შენ თავთან მე სად მიიტანე ეს ტექსტი აი მე იყო უკვე ეგეთი შემთხვევა ჩემ ცხოვრებაში შემთხვევითობის აქ ძალიან დიდი მნიშვნელობა მე მგონი ყველა ცხოვრებაში ხო მოკლედ ეგეთი ამბავი იყო დუტა იყო ინტერვიუზე ერთ ჟურნალისტთან სალომე ლილუაშვილთან როგორც ახლა ამერიკაში ცხოვრობს და რომელთანაც მეგობრობდი და მოკლედ მაშინ მივედი ამ ეგ მუშაობდა ბომონდში სალომე მაშინ მუშაობდა პალიტრაში მაგათი გამოცემა იყო ხო და მოკლედ ინტერვიუს აძლევდა სალომეს მე დუტა უნდა მენახა სათხარ თქო და აკვარო და მივედი იქ აი ამ ლაპარაკში სალომე გავიცანი ამ ლაპარაკში დუტამ თქვა რომ სხვათა შორისო ესო რაღაცებს წერსო და სალომე მითხრა რომ თუ წერო მე პალიტრაელშიო ხო ანუ იქ მუშაობ ჰოლდინგშიო და რედაქტორს ვიცნობო და თუ მანდოფო ტექსტსო მივცემო და თუ მოეწონება და ოკეი მეთქი იმიტომ რომ მე არ მქონდა არანაირი გეგმა იმიტომ რომ ეს ტექსტი რომ დავწერე ეს სტარტი არ ვიცოდი ხო ეს ტექსტი რომ დავწერე არ მქონდა არანაირი არც ვიცნობდი ახლა მაინც ბევრ ხალხს საგამომცემლო სივრცეში ხო და არც ვიცოდი არ მქონდა ეს რაღაცა კონკრეტული გზა დანახული რომ ეს ესე უნდა გამოციან ისე უნდა გამოცე და მოკლედ გავუგზავნე ეს დავამთავრე მე მგონი ერთი კვირა დამჭირდა ბოლოში ვიყავი რა გასულ და გავუგზავნე სალომეს და სალომე მიცა ქეთი დეკანოიძე იყო მაშინ მთავარი რედაქტორი და ქეთიმ დამირეკა მე რომ სამსახურიდან გავდიოდი რომ დავიწყეო კითხვაო და დავრჩი ტექსტთანო და მინდა რომ გამოცეო და მოკლედ პალიტრა იყო ის ვინც პალიტრაელი იყო ჩემი პირველი გამომცემელი რომელმაც ასე ვთქვათ აი პირველი ნაბიჯების გადადგმა და მე ამ ტექსტს მოყვა აღიარება მაშინ ლიტერატურულ კონკურსებზე ამ ტექსტს მოყვა პირველი საბა პირველი დაჯერჯერობით უკანასკნელი დებიუტში ხო და ეს ხო ეს საბა იყო ძალიან დიდი სტრესი ჩემთვის რატო ჯერთ იმიტომ რომ მართლა ჩემ შინაგან შენ მარტოს მოგცეს თუ გაგიყვეს მე და ლია ლიქოკელს მოგცეს ერთდროულად ხო და თავის დროზე გაგვიყვეს მე და დიანა ამფიბიაც ხო კარგი არის მე ძალიან მიყვარს რომ არა ფულიც გაგვიყვეს არა ფულიც გაგვიყვეს მაგრამ კარგი ის არის რომ რაღაცა სხვანაირი რა თქმა უნდა იმ თვალსაზრისით რომ დიანას რა თქმა უნდა ეკუთვნოდა მაგრამ მეორე ნაწილში არ არის კარგი ხო და მოკლედ სტრესული რატო იყო რომ ჩემ თავში მე ყოველთვის ვთვლიდი რომ უფრო მეტად მუსიკოსი ვარ და ერთხელ პატამაც გამახსენა კაცო მე შენ მუსიკოსად გიცნობდიო სუო და უცბად თუ რაღაცნაირად გახდი ეს მწერალიო და მართლა ეგრე იყო რა რომ ანუ მე ჩემ თავში უფრო სულ რაღაც მუსიკაზე უფრო მეც ვფიქრობდი თითქოს რა როგორც მუსიკოსს უფრო აღვიქვამდი როგორც მუსიკოსმა იეჭვიანე საკუთარ თავზე არა კი არ ვიაჭვიანე ეს ლიტერატურაც იყო რაც ძალიან მიყვარს და ძალიან მომწონს და კი წერ და მთელი სულით და გულით ვარ ჩართული მაგრამ არ მიფიქრია იმაზე რომ მე ამით გავხდებოდი ცნობილი და ადამიანები დამიზახებდნენ მწერალს იმიტომ ამას ხო კიდე რაღაცა მოყვება დღესაც მაინც ასია ეს მოყვება კი ხო ან მე როგორც მუსიკოს არავინ არ მიცნობს პრაქტიკულად ვისაც ახსოვა ცოტა გადაჭარბებულია მაგრამ ბევრად ნაკლები მოდის მწერლის სახელი კი და ეს ხო და ეს საბა იყო ჩემთვის ეგეთი სტრესი რომ ჯერ არ ველოდი გულწრფელად არ ველოდი რომ მომცემდნენ ფინალში რომ გახვედი აღარ ელოდი არა ჯერ ფინალში რომ გავედი ეგ უკვე იყო ჩემთვის რაღაც თვალსაზრისით რომ მაგარია რა რაღაცა ეტაპი ამ ტექსტმა გაიარა მე იყო ის რომ ვუყურავდი ხა მაშინ Facebook-ი ახალი ხილი იყო და ეს დისკუსიები მაინც ხდებოდა რა თვალში და ხედავდი რომ ანუ რაღაც ფავორიტი იყო ლია და მოლოდინი მაინც მეტად ჰქონდა რომ ლიას მიცემდნენ და არ მქონდა დიდად ეს განწყობა რომ მე ახლა ამას მომცემ და მახსოვს რომ ძალიან ბევრს ჭოჭმანობდი ოპერაში ხდებოდა არა ოპერაში არა და რუსთაველის თეატრში რუსთაველის მუსიკას ხო არა ეგ სიმბოლო არ შედგა
ხო და იქაც არიან კონცერტი. ხო და მოკლედ იყო ეგეთი თემა, რომ ფიქრობდი, ანუ დაჯილდოებაზე რომ დამპატიჟეს, ფიქრობდი წავსულიყავი თუ არ წავსულიყავი. ეს ორი ჭოფობა მქონდა, იმიტომ რომ მქონდა ეს განცდა, რომ ჯერ არის არ ვიცნობ, იქ რომ მივალ, ანუ ეს ხალხი ჩემთვის არის უცხო, მე ტყილა უნდა მივიდე, უნდა ვიჯდე, ნუ რა აზრი აქვს და რა წავალ, რა დათუჩასთან ერთად ბარში უნდა დაუკრა რა, შენ აუცილებლად უნდა იყო. ხო და არა, ეგრე არ ვთქვამთ, მაგრამ დამირეკეს დილით, ჩეკაპი იყო, რომ ხო მართლა მოდიხარ და მან კი გამკრა რომ მეთქი ხა რა. ხო, ეგ იგივეა. ხო, მან გამკრა ერთი გულში რომ მეთქი რაღაცა და მოკლედ წავედი რა. მაინც წავედი, საბოლოო ჯამში მაინც წავედი და იჯექი და ეგ სიმბოლოსაც შედგა გეტყვი რომ ბიძინა მაყაშვილმა გამოაცხა და ჩემი ციგნის ჩემი საბა რა და ნუ ეხა ბიძინას ყველა ვიცით მისი მუსიკასთან დიდი კავშირი და არამედ თეორეტიკოსიც და ხო და მოკლედ ეგ სიმბოლო მასე შედგა მაგრამ და დღემდე მახსოვს ეგ ემოცია ხო და მეორე დღიდან აღმოაჩინე ეს პირველი ის მახსოვს რომ ავტობუსში რო ავედი და ვიღაცების ჩურჩული გავიგე რომ ეს ის არის და მან დავიძაბე ცოტა რა რომ მეთქი ხო იმიტომ რომ თან ნახე რა არის თელავში ტორესამოსი ერთად ითქმის თან ხალხში. ხო, მე მაგის ვარიაციები არ ტორესამოსი, ტორე ამოსი და ბევრი ის არის. ხო და დამძაბა ამან, იმიტომ რომ თან რა არის, რომ თელავში მე სულ მქონდა ეგ პრობლემა. ბავშვობიდან, რომ არ მე ვიცი, რომ თელავში რომ გადავადგილდები, აუცილებლად რაც არ უნდა გავაკეთო, ვიღაც ამას ხედავს. ანუ ეგ იყო ჩემი თამდები. თან მამის ფაქტორიც იყო, მე შენიც და სივრცეც პატარა. პატარა სივრცეა და აი ბუნებრივია. იმიტომ რომ ჩემში არის რამე განსაკუთრებული ეგეც არის, მაგრამ სივრცე პატარა და ეგ უზრუნველია. რომ გადმოვედით მეში რაღაცა პერიოდი მქონდა ეს დასვენების მომენტი რა და ჩემი საყვარელი წერტილი იყო, რომ აი დავიდოდი ავტობუსში, დავიჯდებოდი და ადამიანს ვაკვირდებოდი, ხან მეტროში, ხან ქუჩაში ჩემთვის ვიყავი რა და ეს შეგრძნება აი მუდმივი ყურადღების ასე ვთქვათ რა და იქ დავიძაბე რომ ერთი წამი ესე იგი აქაც დამეწია ეს რაღაც თვალსაზრისით რა მეორე ამბავი ვიგრძენდი პასუხისმგებლობა იმის რომ ერთი წამი ხა ეს პრემია თუ მომცეს ესე იგი მე კიდე რაღაცა უნდა დავწერო იმიტომ რომ კარგი ხალხი იჯდა გვერდით და სხვისთვისაც შეიძლება და მიეცათ რომ რომელსაც მეტი мотиваცია აქვს რომ წერონ და ამიტომ ეს არ უნდა გავისროლო ჰაერში რა და პროფესიად უნდა იქცეს. ხო, ამიტომ ამას უფრო სერიოზულად უნდა მოვეკიდო. მაგ წერტილიდან დაიწყო უკვე ამაზე ფიქრი რომ ლიტერატურა იყოს ჩემი ცხოვრების რაღაცნაირი მთავარი წარმმართველი. ესეც მოხდა რა და პრინციპში დღემდე ეგრეა მუსიკა და ლიტერატურა. მაგრამ არის კიდე მესამე საქმეც ეს არის ბლოკნოტები. ხო? რომელიც აუცილებლად უნდა ახსენოთ, იმიტომ რომ ესეც ხელოვნების ნაწილია შენთვის როგორც ვხედავ, მიხედავთ იმისა, რომ პარალელურად საქმეც არის. მაგრამ ეს თავის მხრივ უკავშირდება უფრო ამაზე მინდა რომ აქცენტი გავაკეთოთ, მაგრამ მე თქვა შენს პროდუქციაზეც უნებრივია შეგიძლია ველაპარაკოთ. ხელით წერის კულტურას, ხო? დღეს ეს არის იშვიათი ამბავი. როგორც წესი, იმიტომ რომ ადამიანების უმრავლესობა დიდწილად მაინც მიმართავს smartphones, კომპიუტერს და სხვა საშუალებებს, რომელიც ელექტრონულად წერის კულტურის ნაწილია. ეს ახალგაზრდა კულტურაა, მაგრამ დომინანტი. შენთვის რას ნიშნავს ხელით წერა? რა აქტია? ხელით წერა, ეგეც არის ალბათ მუსიკასთან კავშირში და ვიტყვი რატო. მუსიკაში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ინსტრუმენტს. აი ინსტრუმენტთან შენ ურთიერთობას. ხო? შეხებას, რაღაცას ეხები. ანუ და მე ჩემთვის აი მუსიკაც იბადება ხოლმე ესე რომ რავი ინსტრუმენტთან ვზივარ, ვიწყებ დაკვრას, მე არ ვიცი რას ვუკრავ, შეიძლება 1 საათი ვუკრა და რაღაც ეტაპზე რაღაც გაჩნდეს. აი ეს რაღაც რო გაჩნდეს, მე ვგრძნობ რომ ეს რაღაცაა, რომელსაც შეგვიძლია გავუყვე. და კალამიც აი ეს მოთხოვნილება რომ რაღაცა შეგრძნებამდე მივიდე აქედან წამოვიდა თითქოს რა რომ კალმით ფურცელს ვგრძნობ ან წერის პროცესს ფიზიკურად ვგრძნობ და ფიზიკურად რო ვგრძნობ უკვე რაღაცას მაძლევს მე გაჩნდა ჭავლური კალმები აი ჭავლურ კალამს აქვს მეტი მგრძნობელობა რა სხვადასხვანაირია ყველა სხვადასხვანაირად წერს ამ წვერით სხვანაირად წერი იმ წვერით სხვანაირად წერი იმ ქაღალდზე სხვა შეგრძნებას გაძლევს ამ ქაღალდზე და იმას გაძლევს რიტმიკას გაძლევს აი მაგალითად დიდი კალმით რო წერ თქვათ წინადადება უფრო ნელა
იწერება, უფრო თითქოს განელებს, გაჩერებს. რაღაცა უფრო წვრილი და სხარტი, აი თქვათ, მონოპლანის 159 სხვანაირად წერ, 154 სხვანაირად წერ. თითქოს გეხმარება რაღაცა, მეხმარება მე და ამით ვკაიფ. ანუ სხვანაირად წერ შეიძლება შინაარსაც? ხო. სხვა დინამიკა მოაქვს რა, სხვა ტემპი მოაქვს ფიქრშიც, იმიტომ რომ ფიქრი თუ გასწრებს, ნუ ვეღარ ასწრებ, ხო ჩაწერას, ამიტომ ფიქრი ვცდილობ რომ დაასინქრონო ხელთან. და აი ამ სინქრონში იბადება რაღაცნაირი რიტმიკა წინადადების. და მე აბსოლუტურად სხვანაირად გამოდის. ეხლა ამას ვადარებ ხოლმე, იმიტომ რომ მაგალითად სტატიას ყოველთვის კლავიატურით წერ, უფრო მეტად, ყოველთვის არა, მაგრამ უფრო ხშირად რა, იმიტომ რომ იქ ბევრი რაღაც უნდა შეცვალო, წარამარა გადაადგილო, გადმოადგილო. რაღაც მოძებნო პარალელურად ინტერნეტში. ხო, აი PS-აც ეგეთი ტიპია, რომელსაც აი ძალიან დისკომფორტი იქნება, ეხლა ფურცელზე PS-ის წერა რა, იმიტომ რომ იქ ბევრჯერ გიწევს გადაკეთება სცენარიც, ვთქვათ, უფრო ესეთია რა და თან გინდა რომ დაინახო, იმიტომ რომ იქ იცი მეტნაკლებად ზომავ რა, რამდენი ფურცელი, რამდენი წუთია. ხო და მაგას ვადარებ ხოლმე რა და იქ სხვა ტემპში ხდება ყველაფერი. იქ შეგიძლია გამოისროლო რაღაცები, მერე წაშალო და უკვალოთ მიდის. ფურცელზე თან ეს კვალი რჩება რა, იქ ხას გაუსვამ და ესეც რაღაცა თითქოს მეტად განელებს რა. წაშლის კვალიც რჩება. ხო, წაშლის კვალიც რჩება და მერე უკვე აი ეს შემოდის ეს ფიზიკური სიამოვნე, აი წერით ფიზიკური სიამოვნების მომენტი, რომელიც გარდა იქნება შენთვის უკვე სტიმულად, რომ აი დაჯდე და წერ. საქმე დაქცია, მამ საქმეზეც მოგვიყევი. კი, ბლოკნოტები ვაქცია. ხო, ეს გამოცდილება მოვიტანეთ მანუსკრიპტის ბლოკნოტებში, მეგობრებთან ერთად დავარსე. ხშირად არის ხოლმე ეს უსამართლობა, რომ ერთი დამფუძნებელი, როცა უფრო ცნობილია, ყველაფერი მიეწერება მას, ეს არ არის, ხო, მანუსკრიპტი არ არის ჩემი ექსკლუზიური პროდუქტი, არის ნინო კუბლაშვილი, რომელიც არის დამკავადონებელი, პროფესიონალი წიგნის დიზაინერი, მისი ცოდნა და გამოცდილება იყო ძალიან მნიშვნელოვანი ამ პროდუქტის შექმნაში, რა თქმა უნდა, ჩემიც, იმიტომ რომ მე კიდე სხვა წერტილიდან უყურებ, ხო, 20 წელია, ეს არის ჩემი რაღაც ყოველდღიური ამბავი და მოკლედ ეს გავაერთიანეთ, თინათი ყიფიანი არის კომპანიის კი ბატონო, დირექტორი და CEO და თინათინი არის ხელოვნებაცოდნე და მისი ხედვაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამ ყველაფერში და საბოლოო ჯამში გამოვიდა მანუსკრიპტი, რომელიც არის ისეთი პროდუქტი, რომელიც ამ გამოცდილებებს აერთიანებს. როგორი არის პასუხი საზოგადოების? საინტერესოა, რამდენად ბევრი ხელით მწერალი აღმოჩნდა ჩვენს დროში. ეხლა ბიზნესის მოგებებზე არ გელაპარაკებია. ზოგადად ესე დაკვირვება რა, ადამიანებს რომ სიამოვნებს ხელით წერა, ვიღაცამ რომ მოგწერა და გითხრა რომ აი დებიუტანტებიც ხო არ გამოჩნდნენ ამ თვალსაზრისით ამას მომავალ და არა ის ძველი, თქვათ, დიდად მოყვარული ხალხი. მოკლედ ეს ამბავი ზოგადად დაიწყო იმით, რომ მე ძალიან ბევრს ლაპარაკობდი ხოლმე წერაზე, ვინმეებს აინტერესებდა თუ არა და ყველა მიცოდა ჩემი მეგობრებმა, ჩემი აგვიატებები კალმებზე და ხანდახან მიტარებია ხალხი ბევრი საათი, რომ ერთი წამი მე მინდა რაღაც დაწერა მინდა და ვერ პოულობ სათანადო ბლოკნოტს. ეს სათანადო ბლოკნოტი როგორია, ეგ არავინ არ იცის, არც მე არ ვიცი. ან სულ ვიყავი ხოლმე პროცესში ჩანს. ხო, აი რაღაც დადიხარ და მე ხანდახან წიგნებსაც ეგრე ვირჩევ ხოლმე, თითქოს წიგნი გეძახის, რომ აი მე ვარ. მე უნდა წამიკითხო და აი ბლოკნოტებიც ჩემს იყო, სულ და ბევრნაირ რაღაცებს ვყიდულობდი ხოლმე და სულ ამით ვიტანჯობდი. სულ მქონდა ოცნება, რომ აი რაღაცა იყოს ერთი ბლოკნოტი, რომელიც ჩემ ყველა მოთხოვნას დააკმაყოფილებს და სულ ამაში დავწერ. და ეს აღარ მექნება და მოკლედ ამით იმდენად მოვაბეზრე ყველას თავი რომ ერთხელ მითხეს რომ მოდი TikTok-ზე დადეხოლმე ეს ვიდეოები და კაი მეთქი და არა სულ მეგონა რომ მე ვიყავი რაღაცა ერთი გიჟი ასე ვთქვათ თავისთვის რომელიც რაღაცებს აკვიატება აქვს ეს კალმები და რომ დავიწყე TikTok-ზე უსვათ აღმოაჩინე რომ უამრავი ადამიანი წერს ხვებიც არსებობენ აინტერესებთ რაღაცა 200,000 ნახვა აქვს ვიდეოს და ანუ მანდ გაჩნდა ეს იდეა რომ მოდი ერთი წამი ეს უფრო ფართოდ გავაზიაროთ რა და მე ესე მოვიდა ეს პროდუქტიც. თუმცა ჩემი თავარი საქმე დღეს არის ამბავი კრეატორსი და არა მანუსკრიპტი. ანუ მანუსკრიპტი როგორც პროდუქტი არის ძალიან ესეთი
ასე ამოვნო, კარგი. ამბავი კრეატორსი არის ჩემი და ჩემი მეგობრების კომპანია, სადაც იმერსიულ თხრობას მივყვება. შენს მუსიკალურ ჯგუფსაც ამბავი ერქვა. ჩემ მუსიკალურ ჯგუფსაც ამბავი ერქვა, ანრილომია და ნათილ იდენი არიან ჩემთან ერთად ამბავში და აი ანრისთან და თინათინ ყიფიანსთან და თედო მახარაძე არის ჩვენი ტექნიკური დირექტორი და პროგრამისტი. მოკლედ მეგობრებთან ერთად დავიწყეთ იმერსიული გამოცდილებების შექმნა. ეხლა იმერსიული გამოცდილებები რას გულისხმობს? მაგალითად მე დავწერე ზღაპარი ჯერ არ მჯერა, რომელიც მე ვაქციეთ გამოცდილებად, სადაც ადამიანები თამაშობდნენ, ეს იყო ჰოლოზეუმში. ჰოლოზეუმში გადავიკვეთეთ ამ თემაზე და მე ნელ-ნელა ჩამოვყალიბდით გუნდს. დასრული ადამიანები თამაშობდნენ. დასრულებიც ბავშვებიც და უკვე გადავიტანეთ სივრცეში დავიწყეთ გადატანა ამბების. და ამაში ვიყენებთ ტექნოლოგიებს, პროექციებს, ინტერაქციებს და ასე შემდეგ და ეს გახდა რაღაცნაირად ამბის თხრობის ახალი მედიუმი ჩემთვის. შესანიშნავია. დღეს თუ მუშაობ როგორც მწერალი რამეზე? ნუ ფიქრი ხო არ გაქვს მიმართული სუმცირე? კი, მუშაობ, წერ ერთდროულად რამდენიმე ტექსტზე ვმუშაობ, მაგრამ ნუ ეხა ფოკუსში ერთი. ამ თვალსაზრისით თელავში უკეთესია? კი. მე მაქვს ეგეთი რუტინა ზოგადად. წიგნის წერას არ გაცდის არავინ, სულ ამას ვსუბობ ხოლმე. არავინ არ გაცდის წიგნის წერას. ჩვენი დრო ეგეთია. ხო, ეგეთია რა და ამიტომ ვიღვიძებ 7 საათზე და 10 საათზე სანამ კრეატორსის კოლი დამეწყება, ამიტომ რომ ყოველ 10 საათზე გვაქვს ხოლმე ვიდეო ჩართვა და გეგმავთ დღის გამოში ვირას გავაკეთებ. აი ეს 3 საათი მაქვს, როცა მე ვწერ და 10 საათიდან მერე იწყება ცოტა ესეთი უცნაური კითხვა არის, გამაღიზიანებელი, მაგრამ ძალიან ზოგადად ხარ შეგიძლია გითხრა რაზე წერ. ნუ შინაარს არ გეკითხები. რა ტიპის გამოცდილებაზე, ჟანრულად რაზე წერ? ძალიან გამიჭირდება ეხა მაგის თქვა ზუსტად, მაგრამ ეს არის 7 პერსონაჟზე, 7 ადამიანია, რომლებიც არიან ერთ ამბავში გაჩხერილები. 7 სხვადასხვა პროფესიის აბსოლუტურად. აქაც ამბავია. კი ბატონო, ისე როგორც თელი შენი ცხოვრება და მე მხოლოდ საუკეთესო ამბებს გისურვებ წინ. დიდი მადლობა სტუმრობისთვის, თორესამოსი იყო ჩვენი სტუმარი, რომელიც სპეციალურად თელავიდან ჩამოვიდა ჩვენთან. მინდა რომ აუცილებლად იკითხოთ მისი წიგნები, ისევე როგორც ზოგადად წიგნები იკითხოთ, კარგ მუსიკას მოусმინოთ და ხანდახან ხელითაც წეროთ კიდეც, იმიტომ რომ ჩემთვისაც ეს ძალიან საინტერესო ამბავია. მე გიორგი კეკელიძე ვარ, თქვენ People Talks უსმენთ.